Garboded და დარჩათ გასაგებია. ჩვენთან ჩამოგზავნა ქალბატონი მოგზანდით გალიდან ხოსორია გალიდან ჩამოგზავნა და მივესალმო დიდი სიყვარულით ხალხი გვიახლოვდება ამოდიან კიბეებზე დაველოდოთ რამდენიმე წუთით ჩვენ ვართ ორგანიზებული ადამიანები აქციის ორგანიზატორებიც და აქციის მონაწილეებიც ამიტომ რამდენიმე წუთში ჩვენ გაგაცნობთ ჩვენს გეგმას და ამ გეგმის მიხედვით შევთანხმდებით როგორ ვიმოქმედოთ ჩვენ კიდევ ერთხელ გავასაჯაროებთ იმ მოთხოვნებს რაზეც ვისაუბრეთ რუსთაველის ძეგლთან არასამუშაო დღეა და ცხადია დღეს არ ველოდებით რომ ვინმე გამოგვეხმაურება. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ძალიან დიდი მადლობა. ყველას დიდი მადლობა, უამრავი ხალხი იყო. ყველანი მამულიშვილები ხარ და ამ ქვეყნის მოყვარულები და მებრძოლები, მაგრამ ეხლა აქ ბევრი ხალხი ვერ დაეტევა და მესმის რომ იქ ძალიან ბევრია, მაგრამ აქ უნდა დარჩენ ისინი, ვინც დარჩება საღამოს და ღამე. ისინი უნდა დარჩენ, ვინც საღამოს და ღამე დარჩება. აი ეს მინდა რომ ყველამ გავიაზროთ ეხლა. მესმის რომ იქ ვერ ამოდის ხალხი, მაგრამ დიდი მადლობა სულ ყველას ვინც მოვიდა. ადა მარშანია, გვეტყვის ერთ-ორ სიტყვას. ჩვენ ვემზადებით ეხლა იმისთვის რომ აქ დავრჩეთ და მერე დარჩებიან მოშიმშილეები და მათთან კიდევ ვიღაც ხალხი. გაგიმარჯოთ მებრძოლო ხალხნო ხომ ხედავთ ისევ და ისევ გვიწევს ჩვენს ქალაქებში ჩვენ ქუჩებში გამოსვლა ისევ და ისევ გვიწევს დგომა აქციებზე მიტინგებზე აი ქალბატონი ლამარა შემოგვიერთდა 80 წლის ქალბატონი აგერ დგას აგერ ბატონი 85 წლის გალიდან ჩამოვიდა ხალხი ეს ხალხი ნერვიულობს თავის სამშობლოზე განიცდის საქართველოზე იმიტომ რომ ხალხო 25 წელიწადზე მეტი აღარ დაადგა საშველი ნორმალურ ცხოვრებას საქართველოში და როდემდე ვიცხოვროთ ასე როდემდე წავიდეთ ისევ და ისევ მოჭადრებულ წრეზე იმ წრეზე სადაც არის ტყუილი სადაც არის გაყალბება სადაც არის გაჭირვება ხალხის დუხჭირი შიმშილობა ძალიან ცუდი განათლების სისტემა რომელიც ქართველობას ართმევს გზაკვრულად არ არის ეს შემთხვევითი რომ ჩვენ განათლების სისტემას დაერია მტერმა ეშმაკურად ვერაგულად ვითომ და რეფორმებით არ არის შემთხვევითი რომ ჯანდაცვის სისტემას დაერია მაინც და მაინც რომ ადამიანებს საშუალება არ აქვს რომ ელემენტარულად მიხედონ თავის თავს ეს არ არის ყველაფერი შემთხვევითი და ბოლოს მცირე რიცხოვანი ერი ვარ ჩვენ საუბედუროდ და სამწუხაროდ მცირე მიწიანი საქართველო ვართ ერთი ბეწვია ჩვენი საქართველო და რა გახდა აგერ 5 მილიონი სარა ვართ რა გახდა ჩვენს ქვეყანაში
სამუშაო ადგილები, ათეული წლები ეს უბედურება გვაწვალებს ჩვენ, გვაბეჭავებს ჩვენ, მაგრამ ჩვენ არასოდეს ამას არ შეურიგდებით და ბოლოს უნდა ნორმალური ცხოვრებით დავიწყოთ საქართველოში ცხოვრება. და როგორ იწყება ეს ჩვენი ნორმალური, ადამიანური, ლამაზი, ქართული, ვაჟკაცური ცხოვრება როგორ იწყება? რითი? ხელისუფლებაში უნდა მოვიყვანოთ ჩვენ პატიოსანი, პატრიოტი, თავდადებული ქვეყნის ჭკვიანი ხალხი, მებრძოლი ხალხი. მეთანხმებით ამაში? როგორ მივახციოთ ამას? რომ პარლამენტში ჭეშმარიტად რჩეული ხალხის დეპუტატებად გვყავდეს, რომ მთავრობაში პატიოსანი და პატრიოტი ხალხი გვყავდეს. როგორ უნდა მივახციოთ ამას? ერთადერთი არის მოგონილი გზა, ერთადერთი მექანიზმი არსებობს სოფლიოში ნორმალური, ცივილური, კულტურული, დემოკრატიული, ეს არის არჩევნების გზა. მაგრამ ჩვენ ხალხს რო ესმის ეს არჩევნები, რაღაცა მაინც არ მოწონს, გულზე არ ეხატება და ეკარგება ეგრევე იმედი და ხასიათი. ჩვენ ხო ვიცით რატომ ხდება ეს? ხო ვიცით? რომ შენ მაინც იცი ყველაფერი კარგად. იმიტომ რომ უნდობლობა არჩევნებს. ეს მექანიზმი მანკიერია ჩვენს ქვეყანაში. აგერ უკვე 25 წელია გვადგუებს ეს არჩევნები ჩვენ და არჩევნებით ჩვენ ვერ მოვიყვანეთ ეროვნული პატიოსანი და ჭკვიანი ხელისუფლება. ეს იყო ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, როდესაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება აირჩა და იმის მერე მორჩა არ ჩატარებულა საქართველოს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ისიც ვერ მოვითმინეთ და ერთი წელიც არ უმუშავია იმ ეროვნულ ხელისუფლებას, ვიცით ჩვენ რაც დაგვემართა. რუსთაველზე ერთმანეთს ვესროლეთ ჩვენ და რუსთაველზე დაიწყო ჩვენი ქვეყნის უბედურება, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი საყვარელი მიწა-წყლის დაკარგვა. რუსთაველზე 92-ში დაიწყო აფხაზეთის დაკარგვა. მე გეუბნები, ასეა როინ. ამიტომ არ არის არაფერი უკეთესი მოგონილი მსოფლიოში ვიდრე არჩევნებია. რა ვქნათ საქართველოში 25 წელი არ ამართლებს ეს გზა, მაგრამ ეს არ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს გზა უგულავყოთ, გადავაგდოთ, არ არის კარგი და არ დავემორჩილოთ. სხვადასხვა აბა როგორ აირჩება ჭეშმარიტ ხელისუფლება. ამიტომ მივაქციოთ ყურადღება ძალიან დიდი აი ამ პროცესს, რომელიც დაიწყო დღეს და დავიწყეთ ჩვენ ყველამ ერთად. არ დავიღაროთ, ვიბრძოლოთ. თუ ჩვენ ეხლა ბოლომდე არ გავიბრძოლებთ ხალხო, ხო ვიცით კარგად და ზეპირად, რომ 2016 წელს ისევ და ისევ საქართველო მიიღებს გაყალბებულს არათავისუფალ არჩევნებს და ისევ ავირჩევთ პარლამენტს, ვითომ ავირჩევთ პარლამენტს, რომელიც არც ეროვნული იქნება, არც სახალხო იქნება, არც პატივისცემა იქნება იმ დეპუტატებს და არც ნდობა იქნება იმ დეპუტატებს. და ისევ ჩვენ წავალთ მოჯადოებულ ტრაგიკულ წრეზე, რომელიც ჩვენ არ გამოგვიყვანს არანაირად ნორმალურ, ქართულ, ჭეშმარიტ ადამიანურ გზაზე. ამიტომ ძალიან სერიოზული და კრიტიკული დრო და ხანა დადგა საქართველოში. ჩვენზე არის ახლა უკვე დამოკიდებული. ვაჩვენებთ ხელისუფლებას, ჩვენ ჭეშმარიტ, ვაჟკაცურ, დაუღალავ ბრძოლას მივახცევთ იმას, რომ ბოლოს დავადიეთ ადამიანურ და ნორმალურ ცხოვრებისა, დავიღლებით, წავალთ, დავიშლებით, დაგვესარება, არ მოვალთ, ვიტყვით, რომ მაინც არაფერი
არ ეშველება ამ ქვეყანას, ხოდა მართლაც რომ არაფერი არ ეშველება მაშინ ამ ქვეყანას. ამიტომ თქვენზე არის თქვენზე ჩვენ გულზე, ჩვენ სულზე, ჩვენ სისხლზე, ჩვენ ხორცზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი. ეს მართლა ასეა, ამას გააზრება უნდა ყოველთვის და ყოველ წამს. ამიტომ გაუმარჯოს ჩვენ ბრძოლას ბოლომდე, გავარჯვებამდე. ეს ბრძოლა არის ჩვენი სამშობლოსთვის, ეს ბრძოლა ჩვენი საქართველოსთვის, ეს ბრძოლა ჩვენი ბავშვებისთვის, ეს ბრძოლა ჩვენი ღირსების ბრძოლა. ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ ის ჩვენს ხელშია და მისი წყარო იყოფნისა ვართ ჩვენ ხალხი და მეტი არავინ არასოდეს დედამიწის ზურგზე. გაგიმარჯოთ ჩვენ ბრძოლას გავმარჯოთ.